ამ სალათს რაც აკლია, არის მწვადის ერთი კარგი ნაჭერი, მაგრამ ჩვენ ოჯახში მწვადს ჩემი ქმარი ამზადებს. ამიტომ მე არაფერი გამეგება მწვადის და რომც დავაპირო, ამის საშუალებას არც არავინ მომცემს. თან ახლა ტაფაზე მომზადებულ მწვადს ხომ არ გაკადრებთ. ამიტომ დღეს სალათით შემოვიფარგლოთ. ღუმელში გამოვაცხვე ბადრიჯანი, წითელი ბულგარული და პომიდორი, თავის ნიორთან ერთად. ამ ყველაფერს გრილი და მაყალი უფრო უხდება, მაგრამ ღუმელითაც არ გამოდის ნაკლები. სანამ ბოსტნეული ცხება, დავჭროთ დანარჩენი ბოსტნეული. წითელი ხახვი, მწვანე ხახვი, ქინძი და კამა, ასევე ბაზილიკი. რეჰანიც ძალიან უხდება. ეხლა თუ შეიძლება თავს ნუ დამესხმევით, რომ რეჰანი და ბაზილიკი ერთი და იგივეა. კი ბატონო, ერთი და იგივე მცენარეა, მაგრამ საქართველოში რეჰანად ვიცნობთ, ევროპაში ბაზილიკად და გარდა ამისა განსხვავებული ფერი და გემო აქვს, ასე რომ გლობალურ აღელვებას ნუ მივხვავთ ხელს. შემდეგ ბადრიჯანს, ბულგარულს და პომიდორს კანი გავაცალე. დავჭერი და გადავიტანე სალათის საერთო თასში. დავაჭრილდე ნიორიც. ნიორი ბევრი არ მოგეჩვენოთ, მისი მძაფრი გემოები ცხობასთან ერთად საგრძნობლად იკლებს. მოვაყარე პაპრიკა, მარილი და სვანური მარილი, ასევე შავი პილპილიც. ცოტა ზეითუნის ზეთიც მოვასხი, ამოურიე და ნეტარი სალათი მზად არის. უპირობოდ ჭირდება თონის პური და გემრიელად მიირთვით.